მზარდი მგზავრთნაკადი საქართველოს სამივე აეროპორტში ქვეყანა რეგიონულ ავიაკვანძად ყალიბდება. ამის დასტურია გადაზიდვების მაღალი მაჩვენებელიც. ნინი ჩუბინიძე ამბობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მონაცემები ეკონომიკისათვის. საავიაციო სექტორს წარმატებული გასული წლის შემდეგ შთამბეჭდავი შედეგები აქვს 2026 წლის პირველ თვეში. ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი 16,17%-ით. რაც შეეხება გადაზიდული ტვირთების მოცულობას, ის 2026 წლის იანვარში რეკორდულად 38%-ზე მეტით გაიზარდა. საავიაციო სექტორი განაგრძობს ზრდის ტენდენციას, შესაბამისად აღნიშნული განპირობებულია ცალსახად საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკით. ჩვენ იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო თვეებიც რეკორდული იქნება. იანვარში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 613,923 მგზავრს მოემსახურნენ. აქედან ყველაზე მეტი 430,000-ზე მეტი მგზავრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა კი 128,000-ზე მეტი. 45,000-მდე მგზავრს მოემსახურნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2026 წლის პირველ თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა უპრეცედენტო მგზავრთნაკადის ზრდა. ნაკადი მომატებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რაც განპირობებული არის ახალი მიმართულებების დამატებით. ეს არის ბრატისლავას და ვენეციის მიმართულება. გადაზიდული ტვირთების პარალელურად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. საქართველოს აეროპორტებში იანვარში 24,000-ზე მეტი ფრენა შესრულდა. გასულ წელს დაფიქსირებული ზრდის მაღალი დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წლის ზაფხვის სანავიგაციო სეზონზეც. იმის გათვალისწინებით, რომ იანვარი და ზოგადად წლის პირველი კვარტალი სამოქალაქო ავიაციაში არ გამოირჩევა დიდი აქტივობით, აღნიშნული მაჩვენებლები პოზიტიური პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა. გასულ წელს საავიაციო სექტორში საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აღირიცხა. ფრენის მაჩვენებლების მგზავრთნაკადისა და ტვირთბრუნვის ზრდა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს რეგიონულ ავიაკვანძად ყალიბდება. ეს კი პირდაპირ აისახება ტურიზმისა და საერთაშორისო ბიზნეს კავშირის განვითარებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.